მოგესალმებით ბატონო გიორგი. თქვენ რამოდენიმე ნამუშევარს გავეცანით, ცოტა ვიან მოსულიყავ უფრო მეტის ნახვას მოვასწრებთ, მაგრამ რაც ვნახე უკვე დაბეჭდილებების ქვეშ ვარ და მინდა გითხრათ, რომ მსგავს რაღაცას ალბათ საქართველოში კი არა, სოფლიოს ბევრ კუთხეში ალბათ ვერავინ ვერ აკეთებს, ან არიან ალბათ ვიღაცები არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ყოველ შემთხვევაში მსგავსი სირთულის ტექნოლოგიურად და ესეთ გაუმსახველობითი ჩანაფიქრს ასე მაღალ დონეზე განხორციელება ალბათ ერთეულებს თუ შეუძლია. არ ვიცი, მაგის მასუქს მე ვერ ვიცი. თქვენ ახლა ზოგადად საინტერესო იქნება თქვენი ხედვა, თქვენი შემოქმედების შესახებ რისი გადმოცემა გსურდათ, რომ გითხრობთ მოხანდები. ბოლო 15 წელიწადი არის უკვე გადმოვედი ამ სფეროში რაღაც გამჭვირვალე ქანდაკებებიდან. გადავედი შემდეგ განათებაზე, შემდეგ გახმოვანებაზე და ბოლო პერიოდის ნამუშევრები არის უკვე ინსტალაციები, რაც უკვე ნახეთ თქვენ. აქ ძირითადი ამოცანა არის, რომ შექმნა სივრცეები, განსაკუთრებით ბოლო სამ ნამუშევარში. მიზანი აღარ არის უკვე მარტო ობიექტის შექმნა, ვქნი ინსტალაციებს და ვცდილობ, რომ შეიქმნას რაღაც სივრცე, ილუზორული სივრცე, სადაც მაყურებელი დროებით მოწყდება რეალურ ცხოვრებას და მოგზაურობს სხვა სამყაროში. ეს უფრო ჩემი ამოცანა, ვიდრე მარტო ქანდაკების ან ობიექტის შესრულება. ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე მაგვარი. განზომილებებიც არის, სიღრმეებიც არის თქვენს ნამუშევრებში, თითქოს მიყავხარ რაღაც სიღრმეში, რაღაც ზოგადად ტექნოლოგიის შესახებაც რო გითხრათ ორი სიტყვით. ტექნოლოგიებს რაც შეეხება, აქ ჩვენ პირობებში შესაძლებლობებიც იყო იმ ტექნოლოგიების გამოყენებით ვაკეთებ. მაგრამ ამავე დროს ვცდილობ, რომ ტექნოლოგია არ იყოს წამყვანი. იმ შემთხვევაშიდაც კი თუ ტექნოლოგია მუშავდება, მე მინდა რომ ფორმა დარჩეს როგორც ქანდაკება და ტექნოლოგიების გარეშე შეძლოს სიცოცხლის გაგრძელება. ეს ორი ამოცანა გამოდავს. ვფიქრობ ეს ხწეული გაქვთ ნამდვილად მე რომ შემოვედი ჩართულიც არ იყო ინსტალაციები უკვე შთამბეჭდავი იყო. ძალიან კარგი თქმით. და რომ ეს სქემა რო გამოანათა უკვე გასაოცარი იყო და აქ ეხლა განათება მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებს. უბრალოდ განათება არ არის, რაღაც სიცოცხლეში აქვს და არასტაბილურობაში აქვს ფორმის მოძრაობა ჩნდება და ეს ფიზიკურად არსებული ფორმა გარდაიქმნება მოძრაობას. შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მოძრაობს. სინამდვილეში სტაბილური ფორმა. აი ამას აკეთებს ტექნოლოგია და განათებები მაგაში ვიყენებ და ნახოთ შემდეგ როგორ გამოვითარებ კიდევ მაგის საინტერესო გზა მელოდება მედიაცია. გარკვეულწილად რაღაც მისტიკური გარემოც იქნება ეს ჩანაფიქრი ეგეთი გქონდათ თუ ეგეთი მქონდა, აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ნამუშევრებში ყველანაირად მინდა რომ შეიქმნას სივრცე ახალი რეალობა, ასე ვთქვათ რა. აი ცხოვრებიდან შედიხარ ახალ რეალობაში და მოგზაურობ. აქ ჩართულია ქანდაკებაც, განათება, გახმოვანება, მოძრაობა, ტექნოლოგიები და ყველაფერი ერთად სიგნალში ქმნის რაღაც კოსმოსის განწყობას და იქნება რაღაც ისეთი გარემო, სადაც ადამიანი ჯერ არ ყოფილა და პირველად მოხვდა. საერთოდ რო ვაკვირდები ხელოვანების ნამუშევრებს, ზოგან ვატყობ, რომ არის თქვათ აი ესეთი რაღაც დონეს მივაღწია და ესეც წავალ. აი თქვენთან არა ვატყობა, რომ მაქსიმალისტი ხართ და სანამ შედეგს არ მიიღებთ თქვენ ნამუშევრიდან, რაც ჩანაფიქრები აქვს. ხასიათი მაქვს მე, იმიტომ რომ მალე მწყდება ხოლმე, ხა ძალიან ბევრნაირ მასალაში ვიმუშავე და სხვადასხვა მიმართულებით. აქაც ალბათ როებით ვარ. ეხლა ამ ინსტალაციებზე ბოლო ნამუშევრებია და რაღაც ვეძებ ახალ გასვლებს. მაგრამ ესე ადვილად არ ხდება, ამას ალბათ ბევრი ექსპერიმენტები და დრო დაჭირდება და ნახოთ.
გარდა იმისა, რომ ესე თქვათ საგამოფენო სივრცეში არის წარმოდგენილი თქვენი ნამუშევრები, ამის გარდა კიდე თქვათ სად ხედავთ თქვენს ნამუშევრებს, თქვათ საომავლოდ, თქვათ კერძო კოლექციაში რომ იყოს ან კერძო კოლექციებშიც არის ჩემი ნამუშევრები და აი კონკრეტულად ეს თანამედროვე სტილი ინსტალაციებს გულისხმობა ეს თქვათ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინსტალაციებს რაც შეეხება, მაინც მუზეუმში არის უფრო მისი ადგილი, ვიდრე სახლში დასადები რა. ჩემი აზრით, სახლში და შეიძლება ეხლა ვისაც მაგის საშუალება აქვს, და ზომაში დიდია 3 მეტრი, 3 მეტრზე რაღაც და უფრო სამუზეუმო საკაბინეტო უფრო მიმაჩნია. შეიძლება სივრცეში დასადები. ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუ შეიძლება. არა, ეხლა იქ დიდი ნამუშევარი რაც არის, იმას დიდი სივრცე ჭირდება, ეგ მაგას სივრცეც ჭირდება. შთამბეჭდავი არის კიდევ ერთხელ გამეორდებით თქვენი ნამუშევრები და ველოდებით სიახლეებს სამომავლოდ კიდევ. მადლობთ.